სტრასბურგში ქართველი ემიგრანტების მასშტაბური 4 დღიანი შეკრება დაიწყო. მიზანი საქართველოსა და დასავლურ სამყაროს შორის დანგრეული ხიდების აშენება. ინიციატივის ავტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ორგანიზაცია The Builders of Value-Based Bridges, რომელიც უკვე აერთიანებს ქართველ ემიგრანტ მეწარმეებსა და დასავლური დიასპორების ნაწილს. შეკრებაზე დაგეგმილია სხვადასხვა თემატური პანელი, მათ შორის პანელი არის ადამიანის უფლებებსა და მედიის გამოწვევებზე, რომლის მოდერატორიც არის ფორმულას ჟურნალისტი და წამყვანი ელისო ჯარიაშვილი, ის ახლა სტრასბურგიდან გვერდდება. ცხადია, ჩემი ჩართვის დაწყება მინდა სოლიდარობის გამოხატვით, ჩემი დაკავებული კოლეგების მიმართ ვახოს ანაიას, ქეთაციცკიშვილს უცხადებ სოლიდარობას და აქ სოლიდარულია ყველა, ვისთანაც დღეს გქონდა საუბარი. ჩვენც აქ ვიმყოფებით არაორდინალურ ვითარებაში, ის რომ მედიაზე, ქვეყანაში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე უნდა გვემსჯელა, ეს თავისთავად ცხადი იყო, თუმცა განვიხილავდით ერთ დაკავებულ ჟურნალისტზე საუბარს, ეს მზია ამაღლობელი იყო, თუმცა ვიდრე თბილისიდან სტრასბურგში ჩამოვიდოდით, გავიგეთ ამბავი ვახოს ანაიას, ქეთაციცკიშვილის დაკავების შესახებ დაკავებულები არიან აქტივისტები. ეს ცხადია, მთავარი ფოკუსი გახდება დისკუსიაზე ხვალ, როდესაც ევროპარლამენტარებთან, მოქმედთან თუ ყოფილ ევროპარლამენტარებთან ერთად ვიმსჯელებთ საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, იმ ტერორზე, რომელზეც გადავიდა ქართული ოცნება. ეს ხიდების მშენებლების ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე. გიორგი ღონღაძის ცოლი, მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ, ცნობილია ეს სახელი და გვარი, ცნობილი ქართველი უკრაინელი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000-იან წლებში მოკლეს უკრაინაში. ის გამოირჩეოდა თავისი კრიტიკული საქმიანობით, მისი მთავარი ხაზი იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკა. როგორც მიროსლავა ღონღაძე ჩვენ გვიყვება, მაშინ როდესაც გიორგი ღონღაძე მოკლეს, მთავარი პასუხი უკრაინული მედიის იყო ერთიანობა და სოლიდარობა, რამაც გადაგვარჩინა ჩვენ, იყო ერთიანობა. მიროსლავა ღონღაძე ძალიან აქტიურად აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ამბობს, რომ ჟურნალისტები არიან საქართველოში დღეს დემოკრატიის მცველები და მათი რეზისტენტულობა, მათი ურყევი პოზიცია ძალიან იმედის მომცემია. ის აკვირდება იმასაც, როგორ ებრძვის რეჟიმი, როგორ სურს რეჟიმს პროტესტის გაჩერება და დამარცხება და აქვს მოწოდება ასევე დასავლეთისათვის. ამბობს, რომ ყველა პროდასავლურ ფორუმზე, სადაც სიტყვით გამოდის, აღნიშნავს იმას, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დახმარება ნიშნავს იმას, რომ ევროპელები ამით დაეხმარებიან საკუთარ თავს და ამ კონტექსტში, ამ მხარდაჭერის კონტექსტში მან თქვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერა. Georgia for me was always a hope. საქართველოს ჩემთვის ყოველთვის იყო იმედი. თქვენ ყოველთვის მოწინავე იყავით რეფორმების გატარებით. დღეს კი ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, როგორ მიდის უკან დემოკრატიული სტანდარტების, ცხოვრების ხარისხის კუთხით. ქართველები, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის და არიან ქუჩაში, აჩვენებენ, რომ საქართველოს ჯერ დაკარგული არ არის. ჟურნალისტები და ის ხალხი, ვინც ქუჩაში დგას, ასევე იმედია. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა უმოწყალოდ ექცევა ჟურნალისტებს და აქტივისტებს. დაკავებებით აჩვენებენ, რომ რეპრესიები შეუძლიათ და ასევე შეუძლიათ შიში დანერგონ. იმედი მაქვს, რომ ეს არ იმუშავებს. ვიცი ხალხი ციხეშია, ვიცი რომ დაშავდნენ. ერთადერთი გზა არის ერთად დგომა. როდესაც ჩემი მეუღლე მოკლეს, უკრაინელი სტუდენტები ერთად დადგნენ და იბრძოდნენ სიმართლის დასადგენად და სამართლიანობისთვის. ეს დაეხმარა უკრაინას ტრაექტორიის შეცვლაში. რა თქმა უნდა, ეს მაშინვე არ მომხდარა. 3 რევოლუცია დასჭირდა. ახლაც ომია, მაგრამ ჟურნალისტები თავისუფლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტები იყვნენ დაცულები. მაყურებელს მინდა ქართველი ჟურნალისტების პოზიციაც გავაცნო. ისინი, ვინც დელეგაციის შემადგენლობაში არიან და იმყოფებიან სტრასბურგში, მათთვის ცხადია, შემაშფოთებელია და საგანგაშო ის, რაც ხდება თბილისში. სოლიდარობას უცხადებენ ფორმულას დაკავებულ ჟურნალისტებს და გამოსავალზე საუბრისას გამოყოფენ ასევე ორ კომპონენტს. ერთი ეს უკავშირდება ერთობას, რისი ჩვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია და რისი ჩვენებაც არ უჭირს ქართულ ჟურნალისტიკას და მეორე ეს არის მუშაობის გაგრძელება. მუშაობა არის ის ზუსტად, რაც ასე ძალიან არ უნდა რეჟიმს არ უნდა, რომ ქართველი ჟურნალისტები განაგრძობდნენ კრიტიკულ საქმიანობას. სოლიდარობა ჩემს კოლეგებს არის წარმოუდგენლად მიუღებელი. დღეს პირში ჩაგუბებულ მონებს მინდა უთხრა, რომლებიც მუშაობენ კონკურენტ არხებზე, რომ თავის დროზე, როდესაც მსგავსი არაფერი ხდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად კორუმპირებული ფულის მექთამე შალვარამიშვილსაც კი ყავდა, მაშინ დამცველები, რომელმაც ფული აიღო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და მასაც კი ყავდა დამცველები. ანუ კორუმპირებული და არ ვიცი, უმორალო ჟურნალისტები
ჟურნალისტების ხელისუფლება რო ამას აკეთებს დღეს, ერთი რომ მორალური უპირატესობა ჩვენსკენაა, მეორე ის რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და საბოლოოდ მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ რა. ანუ არ მუშაობს არა, ნახეთ რა არის ჩვენ ახლა ჩვენზე ხო ეს ბუნებრივი არ უფრო გაბრაზებს რა. ანუ რო ახო ქეთა დღეს რომ ახო ეს ხო უფრო გაბრაზებს, ჩვენ უფრო საბრძოლო მოქმედებაში და ბრძოლაში მოვყავართ. დისტანციიდან კიდევ უფრო თავზარდამცემად მოჩანს ის რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, თითქოს ჩვენ საუბრობდეთ ახლა, რა ვიცი, გროზნოზე, ან ჩვენ საუბრობდეთ ნიგერიაზე, ანუ მიჩვეულები ვართ ხო ადამიანები, ინფორმაციის მომხმარებელი ადამიანები, რომ არსებობს რაღაც ადგილები მსოფლიოში, რომლიდანაც მუდმივად მოდის რაღაცა საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ, მუდმივად არის რაღაც საშინელება, ან რაღაც აფეთქება, გატაცება, დაპატიმრება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები და ამას ყური გვაქვს უკვე შეჩვეული, თვალი გვაქვს შეჩვეული და ყოველთვის ველით რაღაც საინფორმაციო გამოშვების ბოლოს რაღაც ან თავში აქვს გააშენება როგორი საწყობილი, რაღაცა ასეთი უნდა მოვისმენთ მსოფლიოს რომელიღაც წერტილიდან და ჩვენ გავიღვიძეთ რეალობაში, როდესაც აი ეს წერტილი ვართ ახლა უკვე ჩვენ და ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები, ნათესავები, ჩვენს ქუჩებში, ჩვენი სახლების წინ არიან ტერორის ქვეშ, დიქტატურის ქვეშ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აღარ არის უკვე არანაირი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურის ქვეშ და ერთადერთი რამ, რაც განგვასხვავებს უკვე კლასიკური დიქტატურებისგან, როგორც არის ვთქვათ რუსეთი ან რა ვიცი კონკრეტულად ჩეჩნეთი ან ბელარუსი არის ხალხის წინააღმდეგობა. და ცოტა უფრო მეც მოგიყვებით იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაიმართება სტრასბურგში. ეს არის ქართველების დიდი შეკრება, ადამიანის უფლებებისა და მედიის გარდა ცხადია გამომსვლელები საუბრებენ იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ბიზნეს, სირთულეებსა თუ შესაძლებლობებზე და აქ მთავარი ხაზი არის ემიგრანტები, მათთან ურთიერთობა, მათი ჩართულობა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროპაგანდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა ბოლო დღეებში ეს შეკრება. არ ვიცი რატომ, აქ არაფერი ხდება ისეთი, რაც შეიძლება დამალული იყოს, რაც შეიძლება ეჭვებს აღრმავებდეს, თუმცა ცხადია ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და რჩებიან საქართველოში, უნდა დაეხმარონ ერთმანეთს და უნდა გააძლიერონ ერთმანეთი. ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ შეკრების და კიდევ ერთ დეტალს გაგიზიარებთ, ცოტა ხნის წინ მოისმინეთ ნანუკა ჟორჟოლიანისა და ზურაბ ვარდიაშვილის მოსაზრებები საზღვარზე, როდესაც საქართველოდან სტრასბურგში მოვემგზავრებოდით, ნანუკა ჟორჟოლიანმაც გიორგი ახობაძემაც შეიტყვეს დამატებითი ჯარიმების შესახებ და ზურაბ ვარდიაშვილი სრულიად უმიზეზოდ დაახლოებით 40 წუთი საზღვარზე დააყოვნეს. მოკლედ ასეთია პოზიციები, რომელიც ისმის სტრასბურგში, ხვალიდან კიდევ უფრო საინტერესო განხილვები გველოდება.